გამარჯობათ მეგობრებო, მე სანდრო ვარ, თქვენ ჩემ YouTube არხზე ხართ და დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ მოდელსკეტების customizing-ზე. პატარა შესავალი გავაკეთოთ, პირველი ის რომ ეს ჩემი რაც ნათქვამი იქნება ამ გადაცემის ჩემი სუბიექტური აზრი არის, ძირითადად, ხო? ანუ არ მიიღოთ ეგ როგორც წესი და ეს ჩემი აზრი დაფუძნებულია ჩემ მრავალწლიან გამოცდილებაზე custom მოტოებთან ურთიერთობის, როგორც არის შეკეთება, აწყობა, გაყიდვა, ყიდვა და ასე შემდეგ. ეს 15 წლიანი გამოცდილება არის, რომელიც დაიწყო შეერთებულ შტატებში, ახლავს მე მუშაობდი ძირითადად რესტავრაციით იყო დაკავებული, მაგრამ custom მოტოებსაც აკეთებდა, ანუ ვიღაცას თუ ჭირდებოდა custom რამის გაკეთება, კეთდებოდა სამღებრო სამუშაოებიც, რა თქმა უნდა, სრული ციკლი იყო აბსოლუტურად მოტოების აწყობის. და ჩემი გამოცდილება მაგით დაიწყო, ახლა საქართველოშიც მუშაობის დროსაც მე custom მოტოებს არ ვაწყობ და ვცდილობ რომ არც მოემსახურო სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ რაღაც მოდიფიკაციები, რა თქმა უნდა, მეც შემაქვს, ისე როგორც თვითონ მოტოციკლის მფლობელი ითხოვს. თვითონ ტერმინი custom-ი არ არის ის, რაც არ ასახავს თავის აზრს, იმიტომ რომ custom ნიშნავს წესით, რაღაცა ძველებურად, წესის მიხედვით გაკეთება, ხო? როცა სიდიდრეში პირიქით ნიშნავს წესით და წიგნით გაკეთებული მოტოს შეცვლა არის. ამიტომ customizing-ი მე ვფიქრობ უფრო მოდიფიკაცია, უფრო სწორი სახელი იქნება და მაგრამ ესე ქვია და ჩვენც ესე დაუძახებთ. რაც შეეხება თვითონ ისევ განსაზღვრებას, custom moto ჩემის აზრით არის moto, რომელიც თავიდან ბოლომდე შექმნა ადამიანმა, ხო, ადამიანის ჯგუფმა, აიღეს რაღაცა moto-ს საბაზისოდ და მის ბაზაზე შექმნეს moto. Custom moto არ არის, რომელსაც საჭი აქვს შეცვლილი, ან ისინი აკრილოები აქვს გადაჭრილი, ან სტიკერი აქვს ჩონჩხის მიკრული, ხო? Custom moto-ები მე ძალიან მომწონს, ძალიან ვაფასებ მაგ ხელობას საერთოდ და მოგიყვებით ახლა ტექნიკურ და ფინანსურ მხარეზე ამ customizing-ის, რომ ცოტა გავერკვეთ. თვითონ custom motos გადაყიდვის შემთხვევაში, ხო, რამდენიმე პრობლემა არის, მოჩდება. პირველ რიგში ის, რომ custom moto, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია და მორგებულია ერთ ადამიანზე, ხო? და ყველას უნდა თვითონ გააკეთოს თავისი მოტოს customizing, თვითონ შეიტანსრულები და მე ამით იტრაბახოს. ამიტომ პირველ რიგში პრობლემა არის custom motos გადაყიდვის. მეორე არის ფასის თვითონ ფორმირება, ხო? იმიტომ რომ custom motos ფასი არ დგება იქიდან გამომდინარე თუ რა გვაქვს სახეზე, ხო? ანუ არავინ არ დაიწყებს შეფასებას, რომ აი ეს ბურბალი, აი ესე რო დგას, ხო? ამას ეს უზდის ფასს ამდენით და აი ეს რო არის გაკეთებული მდის ამდენით და ესეთი რო შეღებილი, ესე არ არის სამწუხაროდ. ასაბედნიერად, როგორც ნებისმიერ ხელოვნების ნიმუში, ამ შემთხვევაში ფასი დგება ავტორიდან გამომდინარე, ხო? ან რაღაცა სახელოსნო ბრენდიდან. შეიძლება ხანდახან ბრენდიც იყოს, ხო? ანუ custom moto, რა თქმა უნდა, ყოველთვის ერთი არის, დანარჩენი მისი წარმოება თუ ხდება ისე უკვე რეპლიკები ქვია იმ ერთი ნამდვილი custom motos-ი. და შემდეგ უკვე ფასიც რა თქმა უნდა სხვა არის. ამ შემთხვევაში მაგალითად ჩემი აწყობილი custom moto, რომელსაც მე სახელოსში გავაკეთებ თავიდან ბოლომდე, მე ვარ სამუსუბიძელი სანდრო, ხო? არავის არ ჭირდება. ფაქტიურად, ხო? ყველას უნდა შენაკრიმ რას აწყობილი, ან Indian Laris moto, ან რაღაცა ისეთი Orange County Choppers-ის, ან ვის რა მოწონს, ხო? იმიტომ რომ სახელი არის მთავარი. ეხლა მე რო გავაკეთებ custom motos, რა თქმა უნდა მე იმას გავყიდი, მაგრამ მე ვერ გავყიდი იმას იმ ფასადაც კი, რაც დამიჯდა მაგის გაკეთება, რა თქმა უნდა, ხო? იმიტომ რომ ფასი გაეზრდება იმ შემთხვევაში თუ ავტორი ყავს, ცნობადი ავტორი. ეს სამწუხაროდ ყოველთვის ეგრე არის და ასევე გავითვალისწინოთ, რომ custom motoები ცუდად ბერდება, ხო? ამ შემთხვევაში ნუსუბიძელი სანდროს გაკეთებული custom-ი წლების განმავლობაში წლები ემატება, ჩვეულებრივად გარბენი ემატება და ისევე ცვდება და ფასი აკლდება, როგორც ნებისმიერ მოტოს, ხო? წლები ემატება, გარბენი ემატება, ფასი აკლდება. რაც შეეხება მოტოებს, რომელიც გაკეთებულია ცნობადი ავტორების მიერ, ხო? რა თქმა უნდა, იმათ ფასი ემატება, ან არ იცვლება მაინც დიდი ხანი ექსპლუატაციის გამო, რომ ისევ მდგომარეობაში არის უკვე ის ფასობს, რა თქმა უნდა. custom motos შემთხვევაში, რომელიც ავაწყობ მე, ან ვიღაცა გივიამ, ხო?
რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მოტოდ ითვლება ისევ და საკოლექციო არის და ფასი არის და ასევე ისეც არის გასწორებული დროის მოდა იცვლება, ხო? დღეს რაღაცა მოდიფიკაციების შეტანა მოტოში არ არის აუცილებელი, რომ ხვალაც დაფასდება. ხო? დღეს რაღაცა პერიოდში მაგათ მოტოციკლებზე დიდი ფრთები იყო მოდაში და ფასობდა, მერე პატარა, მერე ვიწრო, მერე განიერი და მოკლე, როგორც ახლა არის, ხო? ეს ყველაფერი იცვლება დროთა განმავლობაში და შესაბამისად ფასიც აკლდება. მაგალითად, ყველაზე ისეთი რადიკალური მაგალითი არის ესეთი სტილი სამხრეთ შტატების ამერიკული ეს არის General Lee კონფედერატების დროშა, რომელიც გამოიყენებოდა დიზაინში, მერჩენდაიზინგში, მოტოებში, მანქანების მოდიფიკაციის დროს და ეხლა ეს დროშა ფაქტობრივად სვასტიკას უდრის და კოლექციაში თუ ყავთ ვერ გამოფენთ და ქუჩაში რო გაიაროთ, მაგით შეიძლება ვიღაცამ ვანდალიზმი ჩაიდინოს, გაგიფუჭოთ მოტო. ამის გამო, ხო? ანუ აი ესეთი რაღაცა ერთი ტრენდი შეიცვალა და მთელი რაღაცა ნიშა კასტომაიზინგის ღებების ძირითადად მოტოების და მანქანის და სტატუსი სიტყვაზე მაგალითად, ხო? ეხლა ეგ სამხრეთის დროშის სტატუ, რომელიც ადრე პრობლემად ყველა იკეთებდა, არაფერს არ ნიშნავდა ცუდს, ეხლა სვასტიკას უდრის და გერმანული სვასტიკის სტატუ რო ქონდეთ, იგივეა, გაგიჭირდებათ ალბათ სამსახურის მოძებნა და ასე შემდეგ. ამიტომ დროც არასაავტორო custom მოტოებზეც სულად მოქმედებს. ეს რაც შეეხება ჩვენ custom მოტოებს, ჩვენ მოდიფიცირებულ, ინდივიდუალურად მოდიფიცირებულ მოტოებს, სამწუხაროდ ასაბედნიეროდ ესე არის. ეხლა რაც შეეხება თვითონ ცვლილებას შეტანის მოტოსი, მოგიყვეთ მას რაც ყველაზე ხშირად ვაკეთებ და რა პრობლემებს ვაწყდებით მაგ დროს. ყველაზე ხშირად ალბათ და მარტივად ყველა ადამიანს თუმაც მოტო იყიდა, უნდა სარკეების შეცვლა. ეხლა საერთოდ ტრენდი არის სარკეებს საჭის დაბოლოებაზე აყენებენ, რომელიც ამ ქვევით ან ზევით იყურება, პატარა მრგვალი სარკეები არის, მან რამოდენიმე პრობლემა არის პრაქტიკული, ვიზუალურადაც არ ვიცი, მე არ მომწონს პირადად ესეთი სარკეები საერთოდ. და ეს სარკეველს კაფე რეისრული სტილი არის, აი მოდი ცოტა სტილებზე ცოტა ვილაპარაკოთ, სანამ დეტალებზე გადავართ, ხო? ანუ გავა კაფე რეისეროდ, ხო? კაფე რეისერი რაღაცას ნიშნავს, ხო, სიტყვას, ხო? შეიძლება ავიღოთ და სამაცივარი გავა კაფე რეისეროდ. კაფე რეისერი არის 50-იანი 60-იანებში წარმოებული ინგლისური მოტოები კონკრეტული მოდიფიკაციები, ხო? კონკრეტული customizing-ი შეიძლება დავარქვათ მაგას. ხო, როცა რაღაცა კულტურა იყო ეს კაფეს გარშემო რაღაც ქუჩის შეჯიბრებები ტარდებოდა და მაშინ ახალგაზრდები ცვლიდნენ შეკვეთა ცვლილებები მოტოებში, მაგ მოტოებში და დღესაც ბევრი სიტყვაზე იღებს იმ დროინდელ მოტოს, ხო, ძველ ტრიუმფს და BSA-ს, ან Norton-ს, ან Sunbeam-ს, ან მილიონ სხვა მოტოს ინგლისში ძალიან ბევრი მოტო იწარმოებოდა მაშინ და შეაქვს რაღაცა ცვლილებები, ხო? იაპონური მოტოს გაკაფე რეისერება არის პიცის გახაჭაპურება, ხო? ან პირიქით, მოდი პიცა ხაჭაპური ავიღოთ და ზედ პეპერონი დავაჭრათ და გვექნება ხაჭაპური პეპერონი. არ ხდება, არანაირი ღირებულება, იცით, შეგიძლიათ გააკეთოთ, რა თქმა უნდა, აკეთეთ, ყველა აკეთებს მაგას, ისედაც მე რაც არ უნდა ვთქვა, მაგრამ არანაირი ღირებულება მაგას არ აქვს და ეს ის არ არის, რაც უნდა იყოს, ხო? მაინც ხაჭაპური არის და იაპონური მოტოა ბოლოს და ბოლოს. ჩვენ თუ გვინდა სიტყვაზე მართლა ავიღოთ და კაფე რეისერი მოტო ყავდეს და ჩვენ თვითონ გავაკეთოთ, არ უნდა გავაკეთოთ ეს უკვე, იმიტომ რომ ეს მოტოები ცოტა არის დარჩენილი, რომ დამიჯერეთ ფინანსურადაც არანაირ შემოსავალს მაგით ვერ ნახავთ, ხო? უნდა ავიღოთ ძველი 60-იანი 50-იანი წლების ბრიტანული მოტო და გავაკეთოთ ის, რაც ქვია, ხო? მაშინ თუ ვეძახეთ კაფე რეისერს, გავაკეთოთ კაფე რეისერი, ხო? თუ ვეძახეთ ხაჭაპურს, გამოვთ ხაჭაპური და თუ პიცა იყოს, ხო? ეს კაფე რეისერება, არ ვიცი. მოკლედ, ეს სტილს რაც ეხება, ხო? ანუ ჩვენ როცა ვიძახეთ რაღაცა სტილს რო აიღებთ, ხო? შეხედეთ საერთოდ ბაზარა არის,
ხო? ანუ რისგან კეთდება ეგ რა ინგრედიენტებისგან და რას ნიშნავს ეგ სიტყვა. ხო, მოვაჭრათ მას რა ქვია, იაპონურ მოტოს უკანა მხარე და ხოდოგის ფორმის სკამი მივადუღოთ, ხო? ეს არ ვიცი რა იქნება მაგისთვის არ ვიცი სხვა სიტყვა არ არის. ჯერ ხო იაპონური კაფე რეისერის სიტყვაზე, ხო? ოკეი. კარგით, ეს რაც შეეხება თვითონ დასახელება სტილების და გავაგრძელოთ ახლა თვითონ კულტურაზე დეტალებზე, სარკეებზე და უბრალოდ ჩვენ სარკეებს, რომელიც საჭეზე გვერდზე დგება, რომელსაც კაფე რეისერებზე აყენებენ, რატო რომელ ძველ კაფე რეისერზე ნახეთ ესეთი სარკეები და სად იყო ეგ სარკეები 60-იან წლებში, მე არ ვიცი საერთოდ, საიდან წამოვიდა ეგ თემა, თუ იცით კომენტარებში დამიწერეთ. ეს სარკეების პრობლემა ისაა, რომ ჯერ ერთ-ერთი ყველაზე მთავარს აფუჭებს ისე რომ გაბარიტებს გიზდით მოტოსი, რაც ქალაქში სიარულისთვის, ანუ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გაბარიტი პირიქით შემცირდეს. საგრძნობლად, ხო, რამოდენიმე ინჩით თვითონ მხარეს მინიმუმ გვიზდის გაბარიტებს, რაც გვირთულებს ფაქტობრივად გადაადგილებას პირველ რიგში. მეორე საკითხი ის არის, რომ სარკე საჭეზე ზემოდან აყენია, იმიტომ რომ მაგას სერიოზული მნიშვნელობა აქვს. ანუ სარკე ჩვენ სულ უნდა ვაკონტროლოთ, ვიცით რომ სულ უნდა ვიყუროთ სარკეში, იმიტომ რომ ეს გასწრების დროს ხანდახან ჩვეულებრივ ტრასაზე მოძრავთ უყურეთ, ვინმე ხო არ გვასწრებს საფიფადოდ. და სარკეები ჩვენ თვალის დონეზე დგას როგორც წესი ხედვის, ხო? ანუ ჩვენ როცა ვიყურებით წინ, პერიფერიული ხედვით ვხედავთ სარკეს და სარკეში ამეთ დავინახეთ განათებას ან დღესაც კი უკვე ვხედავთ, რომ უკან რაღაცა ხდება, ხო? და ხშირად როცა გასწრებაზე მივდივართ, პატარა ერთ წამის მეათედიანი მოძრაობა გჭირდება, რომ სარკეს შევხედოთ, დავინახოთ, რომ არაფერი არ არის და გავიდოთ გასწრებაზე. ჩვენ სარკეები როცა გადმოგვაექვევით, ხო? ჩვენ გჭირდება თავის მოტრიალებაც კი, რომ შევხედოთ. ეს უკვე დაახლოებით 1 წამი არის დროის, რომელსაც ჩვენ არ ვიყურებით წინ. და მაღალი სიჩქარით რომ გადავადგილდებით, ხო, ეს ჩვენ 1 წამი არის არ ვიცი, ალბათ 10-15-20 მეტრი, ხო? რომელსაც ჩვენ ბრმად გავივლით. და ეს 1 წამი დამოხრუჭების იქნება დარტყმა ან ჩვეულებრივ გაჩერება და თავის არიდება შემთხვევაზე. ამიტომ სარკეები აქ გარდა არაპრაქტიკული, იმიტომ რომ ვერ ხედავთ, ვერ ვაკონტროლებთ ამ სარკეებს. ხედვა რა თქმა უნდა ძალიან ცუდია და მეორე ის რომ სარკეებს ვაყენებთ საჭეზე, გვერდებზე და ქვევით მით უმეტეს, ჩვენ გვიწევს თვალის მორიდება უკვე თვითონ გზიდან და გადატანა და ფოკუსება სარკეზე, გააზრება იქ რა ხდება, მე ისე დაბრუნება და ამას ჩვენ და ვაკეთებდეთ სულ წუთში, ალბათ 100 ჯერ, ხო? რომ ვაკონტროლებთ მოტოს. ამიტომ ეს არ არის უსაფრთხო, არ არის პრაქტიკული, მოტოს წაქცევის შემთხვევაში სარკე გატყდება, რა თქმა უნდა, ეგრევე, ხო? ამიტომ ვიცოდეთ, რომ სარკე ყოველთვის, ვისაც მაღალი რული აქვს, მაგალითად იმისთვის ყველაზე კარგი არის, იმიტომ რომ სარკე ზუსტად აი თვალის დონეზე გვაქვს და ვაკონტროლებთ იმას, რაც ხდება. ეს არის უსაფრთხოება და აუცილებლად ყურადღება მისაქცევი საქმე. გადავედით შემდეგი საჭე. ძალიან ინდივიდუალური, რა თქმა უნდა, საჭეს ყველა თვითონ ირგებს, სulis ისე როგორც უნდათ, რა პრობლემა შეიძლება მანდ იყოს, საჭეს გადატანით, მოტოციკლის მართვადობა აბსოლუტურად შეგრძნება მართვის იცვლება. გასათვალისწინებელი კიდე ერთი რაღაც არის, მოტოების უმეტესობა საჭე რეზინის ბალიშებზე აქვს დამაგრებული. იმისთვის რომ ვიბრაცია ხელზე არ გადადიოდეს და სარკეზე არ გადადიოდეს და იმ შემთხვევაში თუ საჭეს გავზდით ეს რეზინის დეტალების უფრო მყარი იქნება გასაკეთებელი ან საერთოდ გასაუქმებელი. ასევე საჭის სრულიების დროს ისევ და ისევ გავითვალისწინოთ თავარი ისე რომ გაბარიტები არ გავზარდოთ, არ გავწიოთ გარეთ და ისიც იცოდეთ რომ საჭეს როცა შეცვლით, მზად იყავით იმისთვის რომ მოტოციკლის მართვადობაც შეიცვლება და სავარაუდოდ უარესობისკენ. კრილოები, ფრთები, ხო, ეს დამცავი ფრთები, რომლებიც მოტოზე აყენიან, წინა და უკანა, ძალიან უყვარს ხალხს მაგ კრილოების გადაჭრა, დაპატარება საერთოდ მოხსნა, გაითვალისწინეთ ესეთი რაღაცა, რომ თბილისში გადაჭრილი, დაპატარებული, დამოკლებული ფრთით, კრილოთი ვერ ივლით. იმიტომ რომ თბილისში კანალიზაცია ჩვეულებრივად უკვე მოედინება გზებზე, მილები გაგლეჯილია, გუბეები მშრალ ამინჩიც ყველგან შეხვდება.
ზოგი მაღაზიები, ბიზნესები საერთოდ ასრულებენ გზას, ვიღაცა მანქანას რეცხავს, ერთი სოლზე გავლა და ყველაფერი რაც გზაზე არის, იქნება თქვენზე. ეგ ფაქტია. და ფრთას შესაბამისი ფორმა აქვს, იმიტომ რომ დაგიცვათ თქვენ იმისგან, რაც გზიდან მოფრინავს. უკვე არ ვიტყვი იმაზე, რომ სიტყვაზე ახალდაგებულ ასფალტზე რო გადავალთ, რომელზეც ბიტუმის კენჭები არის, ეს კენჭებიც შეგეყრებათ, წყალით შეგესხმევათ და წვიმაში სიახლოვეზე საერთოდ დაივიწყეთ საუბარიც აღარ არის უკვე აბსოლუტურად. ამიტომ ფრთა თავის ფუნქციას ასრულებს, თავის სიგრძე უნდა გქონდეს. ფრთას თუ ჭრით ისიც ვიცოდეთ, რომ სუფთა ტანსაცმლით ვერასოდეს ვეღარ ვივლით, იმიტომ რომ ბევრი ძალიან ცუდი რაღაცა არის გზებზე, ხან სისხლიც არის, ხო? საწყალობითური ცხოველები გადადიან გზაზე და ხვდებიან ბორბლის სხერპლი. ეს ყველაფერი იქნება თქვენ ტანსაცმელზე თუ ფრთის ესეთ მოდიფიკაციას გავაკეთებ, როგორც დამოკლებას, დავიწროებას, გადაჭრას და ასე შემდეგ. მე ვიცი რომ მესმის რომ ინტერნეტში უყურებთ სურათებს, იქ შვენიერი მოტოებია, აი ყველა მიაჭრა ეს ფრთები, ყველა ბაკი აწია მაღლა, სარკევი დაუყენა გვერდზე, მაგრამ ვიზუალურად კარგად გამოიყურება, გამოცდილება სხვა არის და ყველა გამოცდილება დადებითი არ არის, ხომ ასე. ამიტომ კითხოთ იმას, ვინც უკვე გაუკეთებია ეს, ვისაც ესეთი ყავს და ის გაგიზიარებთ უფრო ას, ვიდრე უბრალოდ სურათიდან გადმოვიტანოთ რაღაც იდეები მოტოზე. რაც შეეხება განათებას, მანდაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქარხნული წინა განათების ფარი ყოველთვის მორგებული იმაზე, რა სიმაღლეზეც არის დამონტაჟებული თვითონ მოტოს გეომეტრიას. ხო, უბრალოდ ერთი მოტო მეორეზე ფარის გადატანას შეიძლება დისკომფორტი მოყვეს და ისევ პრობლემები უსაფრთხოებასთან. ციმციმები, მაგალითად, ძალიან უყვარს ხალხს ციმციმების შეცვლა. ასევე ერთი რაღაცა გაითვალისწინეთ, რომ იმოტოების შემთხვევაში წინ ორი ფარი გაქვთ, ხო? მანდ სერიოზული პრობლემები იყო ყოველთვის უსაფრთხოებასთან, იმიტომ რომ ორი ფარი, რომელიც ანთია მოტოზე, ახლოს არის ერთმანეთთან. ზღოლისთვის, რომელიც თქვენ გიყურებთ, სიტყვაზე როცა უახლოვებთ საჯვარად დინს, არაგანათებულ გზაზე, მოტო ორი ფარით ჩანს როგორც მანქანა ძალიან შორს. ხო, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში როცა ვერ ხედავს სილუეტს თვითონ სატრანსპორტო საშუალების, ორი ფარი ახლოს, ნიშნავს რომ შორს არის მანქანა და ამ დროს შორს მანქანა კი არა, გვერდზე მოტო არის. ამიტომ ორი ფარის შემთხვევაში იცით ალბათ ბევრ მოტოს ერთ ფარს ერთი ფუნქცია აქვს, მეორეს მეორე, ორივე ერთად არინთება. და ესეც გაითვალისწინოთ, რომ ორი ფარი ძალიან სახიფათო არის ღამე. შემდეგ ძლიერი განათება, ხო, სიტყვაზე რაღაცა LED ჰალოგენების დაყენების შემთხვევაში ისიც იცოდეთ, რომ ძლიერი განათება შეიძლება უსაფრთხო თქვენთვის იყოს, რომ თქვენ ყველაფერს ხედავთ, მაგრამ თქვენ ვერ ხედავენ მაგ შემთხვევაში. ხო, ღამე ტრასაზე როცა მოდიხარ და აბრმავეთ წინ მომავალ მანქანას, იცოდეთ, რომ ეს მანქანამ შეიძლება ვერ დაიჭიროს სწორედ დისტანცია და გადმოვიდეს თქვენ ზოლზე, ზოლი საერთოდ ვერ დაინახოს, ან ვერ დაინახოს მოსახვევი, იმიტომ რომ თქვენ ანათებთ ამ ფარებით და ისევ თქვენი უსაფრთხოების პრობლემა შეიქმნება ეგ, იმიტომ რომ თქვენ მოტოთი ხართ, ის მანქანით არის და რა თქმა უნდა თქვენ უფრო დაზარალდებით ვიდრე მანქანა. ამიტომ კარგად დარეგულირებული მოტოს ფარები აუცილებელია. ისიც ვიცოდეთ, რომ როცა ერთი კაშკაშა ფარი გვაქვს და ვიღაც ვანათებთ, იმას შეიძლება იფიქროს, რომ საერთოდ მანქანა მოდის, ხო, მცალი ფარით ანთებული. და ეგონოს, რომ მეორე ბნელი მხარე, სადაც ფარი არანთია, გზაზე არის გადმოსული. და ასე შემდეგ, ამიტომ წინა განათება ძალიან ინფორმატიულია, ძალიან მოქმედებს თქვენივე უსაფრთხოებაზე, რომ არ შეაწუხოთ და არ დააბრმავოთ წინთან მომავალი მანქანა. მოხუვის მაჩვენებლებს რაც შეეხება, გავითვალისწინოთ მანდ მომენტიც, რომ მოხუვის მაჩვენებელს თავისი ზომა აქვს თვითონ რეფლექტორული შუშის ყვითელის, იმიტომ რომ ძალიან კაშკაშა პატარა ნატურა, რომელიც ეს ვარსკვლავით ინთება, არ არის ინფორმატიული ძღოლისთვის, მაინც რაღაცა მოცულობა უნდა იყოს შუშის, ეს ოთხკუთხედია კვალი, რომელსაც ძღოლი უნდა ხედავდეს. ასევე მოხუვის მაჩვენებლები, რომელიც ინტეგრირებული არის თვითონ ფარში, წინან უკან, არანაირ ფუნქციას არ ასრულებს, შეგიძლიათ ეგ არ ჩართოთ და არ გამოიყენოთ, არაფერი არ მოხდება, იმიტომ რომ ძღოლი, რომელიც გიყურებთ და ხედავს ამ მოხუვის მაჩვენებლებს, რომელიც ფაქტიურად ცენტრში ინთება,
ხო, ცენტრიდან ალბათ 5 სანტიმეტრით, 10 სანტიმეტრით დაშორებული არანაირ ინფორმაციას არ აძლევს წინ ან უკან მომავალ ავტომობილს იმაზე თქვენ რას აკეთებთ. ამიტომ როცა მანტეშ მოდიფიკაცია შეგაქვთ, დამიჯერეთ ესეთ მოხმის მაჩვენებელს ჯობია საერთოდ არაფერი არ გქონდეთ და ხელით აჩვენოთ სად უხვევთ. რაც შეეხება დამცავ დუგებს, ხო? მან რჩევა მექნება რომ ყოველთვის გაითვალისწინეთ ეს თქვენი დუგა სად არის დამაგრებული, იმიტომ რომ სადაც არის დამაგრებული მოტოს წაგების შემთხვევაში ეს დუგები ადამიანს რა თქმა უნდა არ იცავს, ეს იცავს მოტოს ხოლმე, იმიტომ რომ იდეაში მოტო წაიქცეოთ თქვენ მოტოზე აღარ უნდა იყოთ, იმიტომ რომ ყველაზე სახიფათო გზაზე ეს არის თქვენივე მოტო, რომელიც შევა დაგაზიანოთ, ამიტომ წაგების შემთხვევაში ასევე შორს უნდა იყოთ მოტოსგან, ეს იცავს თვითონ მოტოს, ხო, რომ არ დაზიანდეს, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღებას ეგ დამცავი დუგა სად მაგრდება, იმიტომ რომ დარტყმას მიიღებს ზუსტად ის ადგილი, სადაც დუგა მაგრდება და გაითვალისწინოთ დუგა კარგი არის დაბალ სიჩქარეზე წაქცევისას, მაღალ სიჩქარეზე არაფერს არ გააკეთებს, ან უარეს გააკეთებს, რომ მაგრებული რამაზე და იმის მაგალითად ბაკი დაიჭეჭყოს და რბილმა ნაწილებმა მაგალითად მოტოს მიიღონ დარტყმა, ხისტი დარტყმა იქნება პირდაპირ ძრავის სამაგრზე ან რამაზე. ისევ და ისევ ფინანსურ ხარეს შევხედოთ, ყველა მოდიფიკაცია თქვენ რასაც გააკეთებთ მოტოზე, ფასს არ მოუმატებს ამ მოტოსით, თქვენ რამდენი დახარჯეთ თანხა მოტოზე არავის არ აინტერესებს, ფასი იქნება ისე იგივე, რაც ამ მოტოს კარბენის და წლოვანებით დგინდება. მით უმეტეს იმ შემთხვევაში თუ ეს ნაწილები ჩინური არის, არაბრენდირებული არის, გასაგები რაღაც სარკეები, რომელიც $500 ღირს და მაგას თუ დააყენებთ, შეიძლება რაღაცა ხრი ფასი მოუმატოს, მაგრამ მაინც მადლობას მაინც გეტყვით ადამიანი, ვინც დააყენეთ, ჩვენ თუ ჩინეთიდან ჩამოვიტანეთ ნაწილები, რაღაცა სახელურები, ფეხის დასადებები და ესენი მივაყენეთ, ეს ყველაფერი ფასს მოდოს დაუგდებს. ისევ და ისევ გასაყიდო ძნელი იქნება და დომერი წესია ეს მოტოციკლებებში მოდიფიკაციის შეტანით ყველაზე ადვილად გასაყიდი მოტო არის ის, რომელიც არის თავიდან ბოლომდე ქარხნული. იმ შემთხვევაშიც კი თუ ადამიანს უნდა მოდიფიცირებული მოტო, იყიდის ქარხნულ მოტოს და თვითონ გააკეთებს ამ მოდიფიკაციას, თვითონ შეუძლია მასე ტემუზე და AliExpress-ზე შესვლა და ნაწილების გამოწერა. ნაწილების აი ესეთ მოდიფიცირება, დაყენება, customizing-ი არ არის, ეგ ერთი, მეორე, მოტო რო დაიმტრევა და ყველაფერს მოხსნით, ზედაც დაზიანებული და გადააგდებთ, custom მოტო არ გახდება ამითი, ეს იქნება დამტრეული მოტო, რომელსაც ნაწილები აკლია. Customizing-ი ნაყიდი ნაწილებით არ ხდება საერთოდ პრინციპში. ანუ თქვენ თუ არ ამზადებთ თქვენ თვითონ ნაწილებს, ეს customizing-ი არ არის, ეს არის assembly, ანუ აწყობა უბრალოდ. მე ვიყიდეს ნაწილები და ავაწყვე. Customizing-ის კარგი მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ უჩაგუგუნავას custom მოტოები, ხო? და უჩაგუგუნავას სახელოსნოს თუ ნახავთ, ხო, სადმე ვიდეოებს და სურათებზე, აი დააკვირდით, რომ რამდენი წარმოების საშუალება აქვს სახელოსნოში, ხო? რამოდენიმე შედუღების ვარიანტი, სახარატი დაზგა, სახურატი დაზგა, ჩარხები, რუტერები, აი customizing იწყება იმით, როცა თქვენ ნაწილს თქვენ თვითონ ამზადებთ, ხო? და მაგ მოტოს შეიძლება custom-ი დაუძახოთ. თქვენ გამოიწერეთ eBay-ზე, Alize-ზე, სადაც ნაწილები დააყარეთ, მოტოს დაამაგრეთ ასე თუ ისე და აი custom-ი გამოვიდა, არა ჩემო კარგებო, ეს custom-ი არ არის. არანაირი ღირებულება არ აქვს და აი ეგეთ შემთხვევაში 100% გარანტიის გადადო, რომ მოტოს იმ ფასადაც ვერ გაყიდით, რაც იყიდეთ. რატო? მე მგონი წინ უკვე აგიხსენით. მაგალითს მოგიყვებით, მაგალითად ჩემ გამოცდილებიდან მე როქში როცა მუშაობდი 2011 წლებში ესეთი მოდა შემოვიდა ძველი ამ ბრიტანული მოტოების, რომელთაგან კაფერისერებს აკეთებდა ზოგი, ესეთი custom-ის გაკეთება, როგორიც არის დახართეილება, ხო? და ამ ბრიტანულ მოტოებს ზოგს ესეთი კარგი ფუნქცია ჰქონდა, რომ უკანა მხარე რამის
ბოლტებზე არის, შეგვიძლია მოახსნათ ეს ბოლტები, კითი ვიყიდოთ სპეციალური და მივაბოლტოთ ზედ უკან hardtail-ი. ზოგ შემთხვევაში მიდუღება ხდებოდა ეგ. მე თავიდან რომ მივხვდი, ძალიან ცუდი იდეა არის, იმიტომ რომ მაშინ ბიჭები იყებდნენ ყიდულობდნენ მოტოს ბრიტანულ 60-იან წლების, 70-იან წლების, რომელიც ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო. ორიგინალი იყო, არა რესტავრირებულები და აი მიდიოდა მაგათი მიჭრა-მოჭრა, ხო? და ჩინეთიდან გამოწერილი კითის ზედ დაყენება. სავალალო შედეგი იყო საბოლოოდ, ეგ ამერიკაში 1000-ობით მოტო აი ესე გაფუჭდა, ამ მოტოებს ძალიან დიდი ფასი აქვს, ძალიან დიდი რა, საკმაოდ დიდი ფასი აქვს, ხო, მასთან შედარებით, რაც ადრე იყო. ეხლა ყველა ეძებს ამ მოტოებს და ვერ პოულობს, იმიტომ რომ მიჭრილ-მოჭრილ, მიღებელ მოღებილი რა აღარ აქვს გაკეთებული ძველ ტრიუმფებზე. Yamaha XS50 საერთოდ უკვე ორიგინალ ამერიკაში ვეღარ იყიდი, იმიტომ რომ ყველაფერი მიკასტომებულია ბჭყალებში და ეხლა მოტო რომელიც ეს დაჰართელებული არის 10-15 წლის წინ არანაირი ღირებულება არ აქვს აბსოლუტურად. რაღაც რამოდენიმე 1000, 2000, 3000-ად გაყიდეთ როგორც რაღაც მოტოს რომელიც მოძრაობს, რომ არავის აბსოლუტურად არ ჭირდება იმათაც კი ვინც ეს გააკეთა, იმიტომ რომ ყველასთვის გასაგებია, რომ hardtail-ით დიდხანს ვერ ივლი, კარგი მოტო, კარგი სტილი არის, მომწონს ეს უნდა ყავდეს, მაგრამ hardtail-ით ეკავს სხვა მოტოს უნდა ყავდეს, ხო? თუმცა მეგობრებთან ახლა სამგზავროდ მიდიხარ, არავინ არ დაგელოდება, რომ შენი 10-ით დადიხარ, იმიტომ რომ ცოტა ოდნავ გაფუჭებული გზა არის და საერთოდ მოტოს ვეღარ მართავ და მოსახვევში ვერ შედიხარ, როცა ზედაპირი ოდნავ მაინც რაღაც დაზიანებულია. აი ესეთი მაგალითი იყო ეგ გაითვალისწინეთ აუცილებლად და ისიც იცოდეთ კიდევ ერთხელ გიმეორებთ თავარი წესი ესე სახში და დაკვეთით customizing-ის რომ მოტოს როცა იყიდეთ $5,000 დაახარჯოთ $1,000 $2,000 აი ესეთი მოდიფიკაციებით მოტოს $5,000 აღარ ეყიდება ის უფრო იაფი არის გაყიდვა გაგიჭირდებათ. რჩევა თუ გინდათ რაღაცა მოდიფიკაციების შეტანა, ცადოთ, მოდი ასე გავაკეთებ, ასე დავაყენებ rules, ხო? და ასე დავაყენებ scams, ყოველთვის კარგად შეინახეთ ორიგინალი ნაწილები, არ შეიტანთ ისეთი ცვლილები, რომელსაც უკან დაბრუნებას ვერ შეძლებთ. ასევე იცოდეთ რომ საქართველოში დღესდღეობით თუ რამას გადაჭრით მიადუღებთ ან შეცვლით მოტოშებ არ გაფორმდეს, იმიტომ რომ პატრულის თანაშრომლს რომელიც მოტოს აფორმებს, უფლება აქვს უარი გითხრათ თქვენ მოტოს გადაფორმებაზე თუ ძარაში არის შეტანილი ცვლილებები, ეს უკვე დიდი ხანია ხშირად ხდება, ბევრს პრობლემა აქვს, ბევრი იფორმებს, არ არის პრობლემა, მაგრამ რაღაცა კარგი დღეს მოხდა კარგ თანამშრომელთან, მაგრამ თანამშრომელს აქვს უფლება რომ ეგ მოტო არ გაგიფორმოთ, ამიტომ რამას არ შევეხოთ, ხო? რასაც მოუხსნით აუცილებლად შევინახოთ, ჯერ ეს ერთი გაყიდვის დროს ფას მოუმატებს მოტოს, ეს რომ ჩვენ მივცემთ კლიენტს, ანუ ვისაც იყიდეთ თქვენგან ეს მოტო, რომ საშუალებას რომ დააბრუნოს ყველაფერი თავის ადგილას. და ისიც გავითვალისწინოთ, რომ რაღაცა მოტოები უკვე ორიგინალ მდგომარეობაში ფასობს ბევრად მეტად, ანუ უკვე რაღაცა 80-იანები წლის ზოგი ჩემი ასაკის ადამიანის 80-იანები არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო, უკვე 80-იანებში გამოშვებული მოტოები ჩემოკარგებო 40 წლის არის და ითვლება ისტორიულად. აუცილებლად კიდევ ერთ შევას მოგცემთ, თორსა ურთიერთოდ ხელოსანთან, ხელოსანი არასოდეს არანაირ შევას არაფერზე არ მოგცემთ, თორსა მიუტანთ საჭეს, აიღეს და იმ საჭეს დაგიყენებთ. თქვენ ხო როცა ეტყვით აი ეს მოჭერი აქვს და აქ მიადუღე, მოჭრის და მიადუღებს. მაგრამ არ გაგიწევთ აი ეს უფასო კონსულტაციას ეგრევე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი კარგი ხელოსანი, რომ დაელაპარაკოთ, ჩაეძიოთ, კითხოთ, აი დაგიყენებიათ ესე დეტალი, რას ფიქრობთ, ხო? გიპასუხებთ გულახდილად, ხო? და მე არ უნდა გეწყინოთ ოღონდ, ხო? როცა რაღაც ნაწილს მიუტანთ და ეთქოთ, აი რას ფიქრობ ამის დაყენებაზე, ხელოსანს შეგეკითხოთ, რომ ამის დაყენება არის სისულელე და არ გააკეთოთ, ხო? და მაგ შემთხვევაში მთავარი არ გეწყინოთ. მაგალითად, კიდევ ერთ ნიუანს მოგიყვებით, სიტყვაზე ჩვენც გადაგვაქვს საჭის და ფეხის დასადებების მდგომარეობა, საჭის ან ფეხის დასადების ან ორივეს ცვლით.
ისიც გავითვალისწინოთ, რომ სკამის ერგონომიკა, ხო, არის გაკეთებული ზუსტად მაგ ჯდომისთვის, ხო? იმიტომ რომ როგორ ვждებით ჩვენ სკამზე, რა კუთხით არის ჩვენი ზურგი, ხელები, სად არის ფეხები, ისე არის ეგ სკამი ჩამოსხული ფორმით, ხო? ჩვენ როგორც კი ერთს ვცვლით, ხო, მეორეც ეგრევე ირევა, ხო? ფეხების დადებას, როცა ჩვენ შევცვლით, სკამის მდგომარეობაც სკამიც ალბათ შესაძლებელი იქნება, ან უკვე არაკომფორტული იქნება, საჭეც არაკომფორტული იქნება და მართვადობაც, მოტოსი, წონის განაწილებაც ყოველთვის გათვლილია იმაზე, როგორ ზის რა პოზიციაში ზედ ადამიანი აეროდინამიკაზე, რომ აღარ ვთქვათ არაფერი. ასე რომ აი ესეთი სიტუაცია არის დღესდღეობით ჩვენ custom moto-ებთან გაითვალისწინეთ რჩევები და მთავარი ნომერი პირველი რჩევა არის სანამ რაღაცას მოდელზე შეცვლით ხელოსანს დაელაპარაკეთ და არა ინტერნეტზე და არა ინტერნეტში ხალხს რომელიც ყვება რომ აი ეს გავაკეთე ძალიან მაგარი არის მაგრამ მაგის გაგებით რა არის მაგარი სიტყვაზე მე დავაყენე აი ეს სკამი და რა კარგია კომფორტულია ეს ადამიანი შეიძლება წელიწადში ორჯერ დადის მაგ მოდელზე და ჩვენ დავიაროთ ყოველ დღე სიტყვაზე ან სამსახურში ან დიბანძილებზე ხო სხვადასხვა გამოცდილება გვაქვს ამ შემთხვევაში ჩვენ ეს არ გამოგვადგება და იმ ადამიანს გამოადგა იმიტომ რომ სხვანაირ ექსპლუატაციას უწევს თვითონ მოტოსი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. არ დაგავიწყდეთ ლაიქები, კომენტარები, ძალიან გვეხმარება ეგ, როგორც ისე ძალიან პატარა არხი ვართ და თითო ლაიქიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ეხლავე, ახლა იღეთ და ლაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩვენ არხზე არ არის არანაირი სპამი, არ არის არაფერი პრომოუშენი, არ არის ფასიანი ვიდეოები, მარტო საინტერესო კონტენტი. დიდი მადლობა, კარგად იყავით.